რამდენი ხანია უკვე აღარ ვიცი, რაც ამიარაღის მაღაზიის ცივ ბნელდამხმარ ოთახში ვარ გამომწყდეული. დროის აღთქმა დაუკარგე. საათი არ მაქვს, ტელეფონი კი დიდი ხანია გაითიშა, მაგრამ არ უყრი. იქნებოდეს მე გამომადგეს. საბედნიეროდ, ცოტაოდენი წყალი და საჭმელი მაინც მომრჩა. სამთარი ახლოვდება და ყინვა ძულებამდე ატანს. ყოველი ნაპრალიდან ცივი ჰაერი იჭრება და მახსენებს, რომ უფრო თბილად უნდა ჩავიცვა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ყველაზე მეტად ის საშინელი არსებები მაშინებენ, რომლებიც გარეთ არიან. სწორედ მათ გამოვირბედა ამ შენობის დატოვებას. ბინდი ნელა-ნელა ეფინება გარემოს, მაგრამ ეს არსებები მაინც არ ნებდებიან. ისინი გამუდმებით ცდილობენ მაღაზიაში შემოღწევას, რათა ჩემამდე ერთადერთ ნორმალურ ადამიანად მოაღწიონ. მაღაზიას, როგორც უკვე თქვი, არ აქვს ბევრი ფანჯარა და კარები. დამხმარე ოთახში კი მხოლოდ ორი პატარა ფანჯარაა, რომლებიც დროის აღთქმაში მეხმარებიან. ეს არსებები შიგნით შემოჭრის მცდელობას არ წყვეტენ. გარშემო დაძრწიან, იყურებიან. მათი ქცევიდან ჩანს, რომ უბრალოდ მოკლა არ უნდათ. არა, რაღაც ბევრად უფრო საშინელებას გეგმავენ. კონკრეტულად რას, არც კი მინდა წარმოვიდგინო. როდესაც შენობის გარშემო ეს არსებები უფრო მომრავლდნენ, მივხვდი, რომ ამაოდ ვცდილობდი ჩუმად ყოფნას. ისინი ისედაც გრძნობდნენ ჩემს აქ ყოფნას. ფანჯრიდან იხედებოდნენ, ცდილობდნენ ხელით მომწვდომოდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ხელები ხომ თითქმის სხეულში ჰქონდათ შეზრდილი. სასაცილოა რა. ტვინი მალე ამერევა. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა ხდება ჩემს ირგვლივ. სულელივით ვზივარ ჩაკეტილი იარაღის მაღაზიაში და ხელში ძველი თოფი მიჭირავს. ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემ თავს ასეთი რა მოხდებოდა, ერთი გემრიელად გავიცინებდი. ყოველ წუთას უფრო და უფრო ბნელდებოდა და ცივდებოდა. ყველაფერი ჩავიცვირად სახლიდან წამოვიღე, მაგრამ ავტანსაცმლის მიუხედავად ყინვა მაინც აღწევდა ძულებამდე. როგორც უკვე ვთქვი, ღამით ეს არსებები თითქოს ჭკუიდან იშლებიან და ახლა ქუჩაში გასვლა არ არის კარგი ვარიანტი. დამხმარე ოთახში ვიჯექი, უცბად ერთ-ერთ პატარა ფანჯარაზე ვიღაცამ ძლიერად დააკაკუნა. ამ საშინელმა არსებებმა უბრალოდ გამომაფხიზლეს და ტვინის ჭყლეტვა მაიძულეს გამოსავლის მოსაძებნად. თოფის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადავწყვიტე. ვაზნები ცოტა მაქვს, თან ისეთი ძველია, რომ ზოგმა შეიძლება არც კი გაისროლოს. კიდელთან ვიჯექი და ჩაძინებას ვცდილობდი, როცა უცბად ფანჯარაზე მკვეთრი დარტყმის ხმა გაისმა. ყველაფერი გამოძრავდა და მაშინვე გამომეღვიძა. ირგვლივ საშინელი სიბნელე იყო, ვერაფერს ხედავდი. ფანჯრის მიღმა კი თითქოს ვიღაც რაზგონს იღებდა და მთელი თავისი მასით მაღაზიის შუშას ეჯახებოდა. წარმოგიდგენიათ ამის ნახვა? მეგონა უკვე ვეღარაფერი გამოკვირვებდა, მაგრამ დღეს მართლა შემეშინდა. კანკალით ხელში თოფი ავიღე და შევამოწმე. უნდა დაურწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი მზად იყო. შემდეგ ფეხზე წამოვდექი. ვდგავარ და ხვდები, რომ საქმე კარგად არ არის. მინაზე უკვე ბზარი იყო გაჩენილი. არსება, რომელიც გარეთ არის, არ წყვეტს მისი გატეხვის მცდელობას. ქუჩაში გრძელდებოდა იგივე საშინელება, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა. არ ვიცი რამდენი არიან სულ, მაგრამ ყველაზე დიდები 5-ზე მეტი დავითვალე. ისინი ერთმანეთში რაღაც დამახინჯებულ ქართულ ენაზე საუბარსაც კი ცდილობენ, რომელსაც თან ერთვის ისტერიული სიცილი და კივილი. შიშისგან ასე ძალიან იმის გამო არ ვკანკალებდი, რომ გარეთ ეს არსებები იყვნენ, არამედ იმ ხმების გამო, რომელსაც ისინი გამოსცემდნენ. ეს არსებები უბრალოდ ქაუტურად დახეტიალოდნენ მაღაზიის გარშემო. რაღაცას ბუტბუტებდნენ, იყურებოდნენ, ახლა კი აგრესიულები გახდნენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მესამე სტადიაზეა. შესაძლოა მეორეზე და პირველზეც იყვნენ. ან იქნებ მეოთხეზეც. თუ შეიძლება საერთოდ ასეთი რამ არსებობდეს. 10 წუთი უძრავად ვიდექი დამხმარე ოთახში, ხელში ორლულიანი მეჭირა, მაგრამ შემდეგმა მოვლენებმა ადგილიდან დაძვრა და სწრაფი მოქმედება მაიძულა. დარტყმები რამდენიმე წუთით შეწყდა. შემდეგ კი ერთი ძლიერი დარტყმა გაისმა, რის შემდეგაც ფანჯარა უბრალოდ ჩაიმსხვრა. დამავიწყდა მეთქვა, რომ აქ ფანჯრები თითქმის ნახევრად სარდაფში იყო, ანუ თავად ოთახის სარდაფი იყო, ფანჯრები კი პატარა ჩაღრმავებებში იყო განთავსებული, როგორც საცხოვრებელ კორპუსებში. შუშის ჩამტვრევის შემდეგ ლანდად დავინახე, რომ იარაღის მაღაზიაში რაღაც არსება შემოძვრა. ჩემს ოთახს არასაიმედო ხის კარი ჰქონდა, რომლის შემომტვრევასაც დიდი არაფერი ძალა არ სჭირდება. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. დანები ამოვიღე, თოფი მხარზე გადავიკიდე. ალბათ გაინტერესებს თოფს რატომ არ ვიყენებ. ამის მიზეზი მარტივია, ის ძალიან ხმაურიანია და არ მინდა ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებელი მოვიზიდო. კართან ისე დავდექი, როგორც ბავშვობაში ვიმალებოდი, როცა ვიღაცის შეშინება მინდოდა. ვდგავარ და ყურადღებით ვუსმენ.
გვერდით ოთახში უკვე რაღაც არსება დადის. ნელა თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებს. ნაბიჯები ახლოვდებოდა, ხვდებოდი რომ ახლა კარები გაიღებოდა და ეს არსება შიგნით შემოვიდოდა. და ასეც მოხდა. ბნელ ოთახში რაღაც შემოძურა, ძლივს მოძრაობდა და ისეთ საზარელ ხმებს გამოსცემდა, რომ ძარღვებში სიცხლე გამეყინა. მხოლოდ მისი მუქი სილუეტი ჩანდა ხელების გარეშე, თვალები კი ორი მანათობელი წერტილი იყო. მან ვერ შემამჩნია. ეს ჩემი შანსი იყო. ხელები ისე მიკანკალებდა, თითქოს დანები უნდა გამცვენოდა, მაგრამ მაგრად ვიჭერდი. რაღაც ავტომატურ რეჟიმში მკვეთრად მივარდი მასთან და მთელი ძალით დანების ჩარტყმა დაუწყე მანათობელ თვალებში. ყოველი დარტყმისას ის იწყებდა ტრიალს და ცდილობდა დარტყმებისგან თავი დაეღწია, როგორც ჭია, მაგრამ ეს არ მუშაობდა. ვურტყავდი და ვურტყავდი, სანამ არ ვიგრძინი, რომ სუსტდებოდა და რამდენიმე წამის შემდეგ ის მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ ისტერიკა დამემართა. ამ არსებასთან ერთად მიწაზე დავეცი, ყვირილი მინდოდა, მაგრამ დროულად გავჩერდი. მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. თავში თითქოს ყველაფერი არეული მქონდა. თვალწინ ჩამიერა ყველა იმ დღემ, როცა ნორმალური ზომიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. სამსახური, მეგობრები, სახლი, გასეირნება, რესტორნები, კლუბები, ურთიერთობები, ვიდეო თამაშები და საბოლოო ჯამში ნორმალური წყალი. ჯანდაბა მაგ წყალს რა არსებები არიან ასეთი. ყველაზე საშინელი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცი, რას უნდა ველოდო ხვალ და საერთოდაც მივახცო თუ არა ხვალამდე. უცბად ეს არსება კიდევ ერთხელ გამოუძრავდა და მივხვდი, რომ ვეღარ გავუძლებდი. ავიღე ზურგჩანთა თოფი. კიდევ ერთხელ დავარტყიდანა ამ არსებას სადღაც, არ ვიცი, იქნებ თავში, იქნებ სხეულში, თუ შეიძლება მას საერთოდ სხეული ეწოდოს. სიმამაცე მოვიკრიბე და ქუჩაში გავედი. დანახულმა სურათმა უბრალოდ გამაუგნა. ყველგან ციმციმებდა ის პატარა თვალები, ცეცხლის მაგვარი ნაპერწკალივით, მაგრამ მაღაზიის შემოსასვლელთან გასაკვირად არავინ იყო და მოვახერხე ქუჩაში ცოტა წინ წავსულიყავი. ამ მომენტში, როგორც არასდროს მინდოდა სახლში წასულა, რატომღაც მხოლოდ იქ ვგრძნობდი თავს დაცულად ამ საზღარი არსებებისგან. რატომ გამოვედი, სულელი ვარ ღმერთოჩებო. ახლა ხელის გულზე ვარ გადაშლილი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავს დამესხან. ერთი შეხედვით მაღაზიაში უნდა დარჩენილი იყავი დილამდე. არცაც წასვლა არ იყო საჭირო, მაგრამ სადღაც გაქცევა მჭირდებოდა. გაუგებარია რატომ და რისთვის. არ ვიცი რა მომძრავებდა მაშინ, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა, შემდეგი მოვლენები არ მოხდებოდა. ხმაური თითქოს ნელა-ნელა ცხრებოდა, მაგრამ მაინც ახლოს ისმოდა მათი ისტერიული ყვირილის და სიცილის ხმა. ქუჩები სრულიად ჩაფლული იყო სიბნელეში. ხედავ და მესმის, რომ სიბნელეში ყველა ეს მანათობელი თვალები თითქოს გაიყინა. შემდეგ კი მკვეთრად დაიწყეს ერთი მიმართულებით მოძრაობა, მაგრამ არა ჩემსკენ. თუმცა ცოტა წინ რომ წავედი, მივხვდი, რომ უკან ვიღაც იყო, დაახლოებით 50 მეტრში. შევაბრუნე თავი და იქ 20-მდე არსება იყო, რომლებიც უკვე ჩემსკენ მორბოდნენ. არ დავაყოვნე, გვერდზე გადავუხვიე და რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი. საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ერთ რამეზე ვფიქრობდი. კერძოდ იმაზე, რომ ისინი უკვე არა მოუხერხებლად მოძრაობდნენ ქუჩებში, არამედ მოქნილად მომზადებდნენ ნორმალური სიჩქარით. გავრბოდი ბოლო ძალებით, ვეჯახებოდი ნაგვის ურნებს, ბორდიურებს, საგზაო ნიშნებს და ავტომობილებს. თუმცა ისინი არ ჩამომრჩნენ. ჩემ ზურგს უკან ისმოდა საშინელი ყვირილის, ფლატულის, ღრიალის ხმა. ნუ თუ ეს მეოთხე სტადიაა. ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინახავს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი მოუხერხებელი ადამიანის მსგავსი არსებიდან რაღაც მორბინელ ჰუმოროიდად გადაიქცნენ, ნამდვილად საგანგაშოა. ასე დაახლოებით 10 წუთი ვირბინე და ვერც კი შევამჩნიე, რომ ვიღაცის ეზოში შევარდი და მაშინვე ჩემი მზერა ერთ-ერთმა სახლმა მიიპყრო, რომელშიც სინათლეინთო, თითქოს სანთელი ან ნავთის ლამპით იყო განათებული. ნუ თუ ვინმე ნორმალური ადამიანია. ბოლო ჩასუნთქვით ამ სახლისკენ გავეშურე, თუმცა სამწუხაროდ კარზე კოდიანი საკეტი იყო. უაზროდ შემთხვევითობის იმედით დაუწყე კოდის შეყვანა. ის არსებები უკვე ეზოში შემოვიდნენ. გთხოვ, გაიღე, გთხოვ, გიხვეწები. ჩურჩულით ჩემთვის ვლაპარაკობდი. ყვირილის და საშინელი კივილის ხმა არ ცხრებოდა. საბოლოოდ გაქცევის ძალა აღარ მქონდა და მივხვდი, რომ ყველაფერი აქ დასრულდებოდა. ამოვიღე თოფი. ერთ-ერთი არსება უკვე 10 მეტრის დაშორებით იყო ჩემგან. დავაჭირე სასხლეთს. დრო თითქოს შენელდა წამის მეასედით. მეჩვენებოდა, რომ ხედავდი ყოველ ნაწილაკს დაუწვავი დენთის. გავიგონე ტყვის ზუზუნის და გასრულის ნათებაში დავინახე ისინი, ვინც მომდევდნენ. ესენი იყვნენ უხელო არსებები, რომლებიც იქცეოდნენ თითქოს ჯანდაბა როგორ ახსნა. წარმოიდგინეთ თითქოს ადამიანის მთელი სხეული ფეხების გარდა
დაფარული იყოს გაუხეველი ხურცისფერი აპკით და ისინი თითქოს შიგნიდან ცდილობენ ამ აპკის გახევას და გარეთ გამოსვლას. ეს იმდენად საშინელად გამოიყურებოდა, რომ სიტყვებით ვერ გადამოვცემ. შემდეგ მეორე სასხლეც დავაჭირე და უკუცემის და ყურებში საშინელი ხმაურის გარდა გავიგონე ისეთი ხმები, თითქოს ადამიანის. არ ვიცი, ალბათ სამიზნეს გავარდყი. შეშინებული კანკალით ვცდილობდი კიდევ ორი ვაზნის ჩადებას, როდესაც ზურგში ბიძგები ვიგრძენი. შევბრუნდი და ვხედავ, რომ კარი ვიღაცამ გააღო. შემოდი სწრაფად, მეუბნება უცხო ადამიანი. რა თქმა უნდა, მაშინ ვშევარდი, მან კი კარების საიმედოდ ჩაკეტა. მას მაშინვე მოჰყვა ძლიერი დარტყმები, ისეთივე როგორც იარაღის მაღაზიაში იყო. ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იყო. ერთადერთი, რასაც ვხედავდი, მკრთალი სანთლის შუქი იყო. და როგორც იქნა, დიდი ხნის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ხმა გავიგე. როგორ ხარ მეგობარო, გესმის ჩემი? სწრაფად უკან გამომყევი. მოიკრიბე გონება. მისი დახმარებით ავდიოდი კიბეებზე. საერთოდ არ მესმოდა, სად მივდიოდი, ან ვინ იყო ეს ადამიანი. გონება თითქოს დაბინდული მქონდა მას შემდეგ, რაც 2-3 წუთის წინ მოხდა. ვინ ხარ, ან საიდან ხარ? იქნებ მომიყვე, რა ხდება? უკვე მესამე კვირაა სახლიდან ვერ გავდივარ. პირველ რიგში უღრმესი მადლობა. თქვენ რომ არა, მე ალბათ მოვკვდებოდი. ხოლო მეორე ჯობი არ იცოდით რა ხდება. ეს წყალი გაფუჭდა, ხალხმა დალია და გადაიქცენ არ ვიცი რაღაც საშინელ არსებებად. ყოველ საღამოს და დილას ასეთი ჯოჯოხეთი იწყება. კი, მაგრამ შენ ხომ ცენტრიდან გამორბი ხარ? არის იქ ვინმე დარჩენილი? შუმად გავაქნიე თავი. მოგვიანებით როცა გუნდს მოვედი, ჩემს წინ დავინახე წვერიანი კაცი, რომელიც დაახლოებით 40-დან 45 წლამდე იქნებოდა. მის ხმასთან ერთად სადარბაზოდან ისმოდა ისეთი ხმები, როგორიც ჩემთან როცა სახლში ვიყავი გამოკეტილი. და რა ვქნათ ახლა? ეკითხება დაბნეული სევდიანი სახით. იქნებ დავდუმვარ. თავში ფიქრები მიტრიალებს, თუ როგორ გამიმართლა. ნუ თუ ვიპოვე ნორმალური ადამიანი. მთელი 3 კვირაა, რაც ის გაუგებარი არსებები არიან ჩემს გარშემო, რომლებსაც მხოლოდ ის უნდათ, რომ ეს შავი სიბინძურე დამალევინონ. შეიძლება ცოტა დავისვენო? კითხე კაც. შეიძლება, რა თქმა უნდა, გაიღიმე მას. ქურთუკი არ გაიხადო, საბანი კი კარადიდან აიღე, რომელიც მოგეწონება. გათბობა როგორ ჩანს გათიშეს, საშინელი სიცივეა. ახლა სანამ დარბოდი ალბათ გათბი, მაგრამ ერთ საათში გაიყინები. ასე რომ უმჯობესია კარგად შეიბუდო, მიპასუხა მან. თოფი მოვიხსენდა საწყოლის გვერდით დავდე. მთელი სხეული მეკავებოდა. წვერის საშინლად გამეზარდა თმაც. ყველაფერი მეკავება და მეწვის. წარმომიდგენია რას უნდა მექნებოდა, მაგრამ საშინელი ქავილის მიუხედავად მოახერხე დაძინება. დიდი ხნის შემდეგ როგორც იქნა კარგად გამოვიძინე. მოგვიანებით მამაკაცმა გამაღვიძა, როგორც მან თქვა დღის 3 საათი იყო. ქუჩაში ისოვნელდებოდა. წამოდექი საწოლი და მიმოვიხედე. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ბინა, სულე შემიძლია თქვა. ეზოში კი ესაზარელი არსებები დახეტიალოდნენ. კაცი მომიახლოვდა. როგორ ხარ აბა? ნორმალურად, უბრალოდ საშინლად მწყურია. პირი თითქმის ბოლომდე გამიშრა. ახლავე მოვიდან. კაცი გავიდა ოთახიდან და რამდენიმე წამში დაბრუნდა ჭიქით და წყლით. სულე შემიძლია მოგცე, მარაგი მწირია, ძალიან ზუგავ. ავიღე წყლით სავსე ჭიქა და ერთი ყლუპი დავლიე, თითქოს და არაყი იყოს. არაყი კი არა წყალია. რა გეგონა? გაიღიმა კაცმა. უკვე კვირა ნახევარია კონსერვებსა და ურწყობილებზე ვარ. ესენი რომ არ მომემარაგებინა, ალბათ დიდი ხნის წინ მოვკვდებოდი. როგორც ჩანს, ბედმა ტყუილად არ შეგახვედრა, არა? ალბათ ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა. ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. მარტო გასვლა ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ ორისთვის უფრო ადვილი. კაცი დამეთანხმა. მიყვარს, როცა ზურგი და ცული მაქვს. სახლიდან გასვლა ადრე თუ გვიან მოგვიწევს. კარგად მესმის. ამიტომ წინადადება მაქვს. ახლა სამზარეულოში გავალთ და ვიფიქრებთ სად და როგორ წავიდეთ. კაცი შებრუნდა და წავიდა. მე ფეხზე წამოვდექი. სადარბაზოში ისევ მსაშინელი არსებების კივილის ხმა ისმოდა, თუმცა უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. დაიწყო მეორე დღე ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი ადამიანის სახირად ილიას ბინაში. ის რომ არა, მე უკვე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. საბოლოოდ თავი მოვიწესრიგი და ნახევარი შეკვრა სველი ხელსახოცი დავხარჯე. მთელი სხეული გავიწმინდე, შხაპი მივიღე, ასე რომ ვთქვათ, რითიც დავასრულე უკვე ყელში ამოსული ქავილი. სიმართლე გითხრათ, თავი ცოტა უკეთ ვიგრძენი. კარგია, როცა ვინმე ყავს, ვისაც ელაპარაკები და რაღაცას უყვები. ერთადერთი ის არის, რომ ვცდილობდით მოკლედ და ლაკონურად გველაპარაკა, ზედმეტი მსჯელობის გარეშე, რის გამოც საუბარი შეიძლებოდა საათობით გაგრძელებულიყო, პირში კი მომენტში უდაბნო მექნებოდა. წყალი კი ყოველდღიურად უფრო და უფრო მცირდებოდა, დალევა კი უფრო და უფრო მინდებოდა.
ჩემი წყალი, რომელიც იარაღის მაღაზიაში ავიღე, ისევ ზურგჩანთაში იდო რამდენიმე კილა კონსერვთან ერთად. ეს შავი დღისთვის იყო და ჯერჯერობით ვითმენდი, მაგრამ გრძნობდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.